საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული უკუსლა, ადამიანის უფლებების დარღვევა, პოლიტიკური პატიმრები, არჩევნები და შუადერეფანი პიტერ ანდრეულთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრიდან გამოსული ოპოზიცია საუბრობს იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც მხარეებმა შეხვედრის დროს დააყენეს. ბუნებრივია, ოპოზიციამ პირველ რიგში ისაუბრა პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით. დღეს პიტერ ანდრეული კოალიციებს შეხვდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან, მოისმინა მათი პირადი მოსაზრება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით და ოპოზიციისგან მთავარი სათქმელი იყო ის, რომ პირველ რიგში იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიძლიოს პოლიტიკური კრიზისი, აუცილებელია პოლიტიკური პატიმრების არსებობა შეწყდეს. საქართველოში გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაკავებული პირები. ასევე საუბარი შეხვედრის დროს დახურულ კარს მიღმა შეეხებოდა არჩევნებს. ძლიერი საქართველო პირდაპირ ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში შედის ქვეყანაში იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით საუბარი იყო ოპოზიციის წარმომადგენლობასთან დაკავშირებით უშუალოდ არჩევნების პროცესში. პიტერ ანდრეულის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი და ინტერესი, როგორც შეერთებული შტატების ოფიციალური პირი, იყო ბუნებრივია შუადერეფნის არსებობა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს რეგიონში პოზიციებს კარგავს შუადერეფნის გაძლიერება, შედის მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესშიც, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ახლა სწორებას ზანგეზურის დერეფანზე, ზანგეზურის კორიდორზე აკეთებს, რადგან საქართველოს დღეს შეერთებული შტატებისთვის აღარ წარმოადგენს მთავარ სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან უკვე მეორე წელია შეჩერებულია და დღეს ქართული ოცნება შტატებისთვის აღარ წარმოადგენს საიმედო პარტნიორს, ამიტომაც ახლა აქტიურად მიდის მსჯელობა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, რა უნდა გააკეთოს საქართველოს იმისთვის, რომ აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა, თუმცა დღეს ოპოზიციის განცხადებებიდან დარჩა განცდა, რომ შეერთებული შტატების მხრიდან არის გარკვეული მოთხოვნები, რომლის შესრულებაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან და ბუნებრივია ყველაზე მნიშვნელოვანი შეერთებული შტატებისთვის ოპოზიციის თქმით არის ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა. ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველოში იყოს პოლიტიკური მშვიდობა და სტაბილურობა. შესაბამისად, ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები არის თანხვედრაში, რადგან ჩვენს ვიბრძვით პოლიტიკური სტაბილურობისთვის და პოლიტიკური მშვიდობისთვის, რაც თავისთავად გულისხმობს პროცესის დაბრუნებას იმ კონსტიტუციურ ჩარჩოში, რომელშიც პროცესი იყო და რომლითაც პროცესი გაიყვანა ქართული ოცნების ანტიკონსტიტუციურმა რეჟიმმა. მე ვერ გავაკეთებ კომენტარს ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, იმაზე თუ ქართულ ოცნებასთან რა ტიპის საუბარი მიმდინარეობს და რა ტიპის რა ფაზაშია საუბარი, ასე თუ ვიტყვით, მე შემიძლია გითხრათ ის, რომ ანაკლიის პორტი და საერთოდ შუადერეფანი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ბოლო პერიოდში უკვე მესამე საკმაოდ მაღალი დონის ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში. რატომ? ეს ძალიან მარტივია, ეს განპირობებულია ამერიკის ეროვნული სტრატეგიული ინტერესები და საუბარი იყო ამ რეგიონულ პროექტებზე. მაგრამ ამავდროულად ყველა ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველოს ამერიკის ურთიერთობის აღდგენა და ამ შესაძლებლობაზე წვდომა, რასაც ტრამპის მარშრუტის რეგიონული პროექტების განხორციელება ჰქრია, ვერ მოხდება ისე, რომ დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება ფეხქვეშ თელავდეს იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რაზეც ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები მრავალი წლის განმავლობაში დამოუკიდებლობის აღდგენიდან დგას. სამწუხაროდ გამომდინარე, რომ იქიდან რომ ივანიშვილი მელქმედებს მხოლოდ საკუთარი ინტერესით და არა ეროვნული ინტერესით, საქართველოს ამ უდიდეს ეკონომიკურ შესაძლებლობას ამ ეტაპზე კარგავს. საუბარი იყო იმაზე, როგორ შეიძლება წავიდეს, განვითარდეს მოვლენები, მათ შორის რას ფიქრობს ოპოზიცია ქვეყანაში მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით. ჩემი მხრიდან მთავარი ამოცანა, რაც იყო დაყენებული, ეს არის სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ამის მიღმა აქამდე პირადად მე ავთვლი, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ვისაუბროთ რაიმე პოლიტიკურ პროცესზე ქვეყანაში. შეერთებულ შტატებს აქვს მნიშვნელოვანი ინტერესი ჩვენ რეგიონში. და ეს არის გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული, ეკონომიკური ინტერესები. ამ რეგიონულ ინტერესებს ჭირდება ასევე საქართველოს. ამ ინტერესების განხორციელება ჭირდება სტაბილური, დემოკრატიული და სამართლიანი გარემო, იმიტომ რომ ეს ინტერესები ვერ განხორციელდება სხვაგვარად. ამიტომ ამ ქვეყანაში უნდა არსებობდეს სამართლიანობა
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა წელიწადზე მეტია შეჩერებულია და ამაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილის გუნდს ეკისრება, შეერთებულ შტატებს მაინც აქვს ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში და ამას ადესტურებს სახელმწიფო დეპარტამენტიდან სამთოში უკვე მესამე ოფიციალური ვიზიტი პიტერ ანდრეოლი კი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთ მაღალი რანგის მაღალ ჩინოსანს მეორედ ჩამოვიდა საქართველოში და მისი მეორე ვიზიტი არის გაცილებით უფრო ფართო ვიდრე პირველი შემთხვევაში 4 დღის განმავლობაში დარჩება საქართველოში და დასათითაოდ მოусმენს ყველა პოლიტიკურ პარტიას. ის დღეს უკვე შეხვდა ქართული ოცნების ლიდერებს, შეხვდა ირაკლი კობახიძეს, ასევე შეხვედრები გაიმართა კოალიციებთან, ძლიერ საქართველოსთან, ნაციონალურ მოძრაობასთან, ასევე გახარიას პარტიასთანაც იყო ცალკეული შეხვედრები და ბუნებრივია ყველა შემთხვევაში განხილვის მთავარი თემა იყო მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს პრაქტიკულად საერთაშორისო რუკიდან არის გამქრალი, ამერიკას მაინც აინტერესებს საქართველოში მიმდინარე პროცესები. სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ცოტა ხნის წინ პიტერ ანდრეოლის ვიზიტს საქართველოში, მათ შორის მარკო რუბიოს ვიზიტს სომხეთში, რომელიც ხვალ გაიმართება. ის პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში არის სამწუხარო რეალობა, თუმცა ის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ჩამოდის საქართველოში და მიმდინარეობს კვლავ მოლაპარაკებები, ეს ნიშნავს იმას, რომ ჯერჯერობით საქართველო კვლავ რჩება შეერთებული შტატების მხრიდან როგორც ინტერესის ერთ-ერთი მთავარი სფერო სამხრეთ კავკასიაში. აშკარად შემცირდა კი არა პრაქტიკულად თუ არა მათი რაღაც მაინც ყურადღება პრაქტიკულად საქართველო აღარ არსებობს საერთაშორისო რუკაზე როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არსებობს როგორც აქტიური მონაწილე ამ საერთაშორისო ურთიერთობების მაგრამ მაინც არსებობს ჩვენი პარტნიორების დღესაც მაინც ინტერესი საქართველოს მიმართ. ხელები არ ჩამოწიეს და ჯერ კიდევ თვლიან, რომ საქართველოსთვის დასაბრუნებელი გზა არსებობს და ამიტომ არის ეს შუალედური რაღაცა პოზიცია, რომ ერთის მხრივ გრძელდება იზოლაცია რეჟიმის, მაგრამ მაინც შიგადაშიგ ვიღაცა ჩამოდის, განცხადებებს აკეთებენ. საქართველოს საკითხი დასმული იყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე ბოლოს. პიტერ ანდრეოლი ხვალ შეხვედრებს გააგრძელებს ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ის შეხვდება ყველა მხარეს, მოისმენს ყველა პოზიციას, სამწუხაროდ ის მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, ამიტომაც დაზუსტებით არ ვიცით რა არის წითელი ხაზები შეერთებული შტატების მხრიდან, რის შემდეგაც უკვე აღდგება საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობა, თუმცა ყოველთვის კარგად არის ცნობილი, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ყველაზე მეტად აწუხებს სამხრეთ კავკასიაში გაზრდილი რუსული ინტერესები, რუსული გავლენები და დღეს სწორედ ამის გამო საქართველოს პრაქტიკულად არის მეორე ხარისხოვანი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატებისგან მაღალი დონის ვიზიტები ხორციელდება სომხეთში, აზერბაიჯანში, თუმცა არა საქართველოში და ის კიდევ ერთხელ მეტყოლებს იმაზე, რომ ქართულ ოცნებასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვა ამ დრომდე ვერ ხერხდება.